მეგობარი აქტი და ის რომ ის მომავალ კვირას შევაძალაში ის მხარდაჭერა რომელიც ტრამპმა გამოუცხადა სენატორ რიშს მართალია შიდა პოლიტიკური კონტექსტიდან, მაგრამ გამოხატავს თუ რამხელა აქვს ამ ფიგურას ტრამპის პოლიტიკურ ლანდშაფტში, ტრამპის შეეული ამერიკის პოლიტიკურ ლანდშაფტში ეს მხარდაჭერა რამოდენიმე დღით ადრე არ ჩაივლის უკვალოდ იმ შედეგებზე, რომელიც დადგება მეგობარი აქტის კენჭისყრისას, ეს ცალსახაა. დღევანდელი შეერთებული შტატების ლანდშაფტი ზოგადად ვინც ადევნებს თვალყურს კარგად იმას თუ რა ხდება უკანასკნელ თვეებში ამერიკაში, ყველა ანალიტიკოსი და ექსპერტი დამეთანხმება იმაში, რომ როდესაც ტრამპი ასეთი ტიპის მხარდაჭერას უცხადებს რომელიმე ადამიანს ამერიკულ პოლიტიკაში დღევანდელ ვითარებაში, ეს ნიშნავს, რომ სუბთა ხმების რაოდენობის თვალსაზრისითაც ის აქტი, რომელსაც გაიტანს ეს ადამიანი, დიდი ალბათობით მაღალი მხარდაჭერა ექნება. რამოდენიმე კვირის წინ ვამბობდი, რომ ძალიან ბევრი საინტერესო სურპრიზი გველის წინ და რეალურად ეს ასეც არის. ტრამპი არის კონსერვატორი ამერიკელი პოლიტიკოსი. მისი ელექტორატი რუსეთთან დალაგების, ჩინეთთან მეგობრობის, ირანთან დაყვავების პოლიტიკას არ ეთანხმება. კი, მისი მთავარი ხაზი გადის სავაჭრო ომებზე და ამ კონტექსტში თანაკლიის სპორტი არაერთხელ იქნა უკვე ნახსენები შეერთებული შტატების პოლიტიკურ ველზე უკანასკნელ დღეებში. ამიტომ მოლოდინები რაც მაქვს ძალიან მარტივი. შეერთებული შტატები თავის ინტერესებს ძალიან მკაფიოდ ხედავს. ეს ინტერესები ესე მარტივად არ იცვლება ერთი არჩევნებით. საქართველოს ამ ინტერესების სფეროში რჩება. საქართველოს ინტერესი არის მათ შორის ამერიკასთან ყველაზე ახლო მეგობრობა. ეს ასე იყო ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველი დღიდან, არაფერი არასდროს არ შეცვლა. ის რომ პირადად ივანიშვილისთვის ეს შეიცვალა, ის რომ ივანიშვილს იმედები გაუცრუდა და ისეთი რუსი ოლიგარქი ის არ მიიღო დასავლურმა სამყარომ, როგორიც არის და ის რომ მას აღარ დარწმუნდა იმაში, რომ ის ვერასდროს ვერ იქნება კაცი, რომელთანაც დასავლეთი და განსაკუთრებით ამერიკა ელაპარაკებს როგორც თავისიანთან და ეს იმედები გაუცრუდა და გარნიშნავს, რომ საქართველოში ის რამეს ცვლის ან საქართველოს მოქალაქეებისთვის, ან 4 მილიონი ადამიანისთვის, ან ამ ქვეყნისთვის რამესთვის არ ცვლის. ეს ქვეყანა ამ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესია, იმიტომ რომ ცუდ ადგილას ვართ გეოგრაფიულად, ხშირად ვახსენებთ, რომ კარგი ადგილია, მაგრამ დღევანდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში ჩვენ ცუდ ადგილას ვართ გეოგრაფიულად, ამ ცუდ ადგილას ჩვენ მარტო ვერ გადავრჩებით. ნეიტრალურად ვერ გადავრჩებით. ჩვენ გვჭირდება ძლიერი მოკავშირეება. ამიტომ გვინდა ჩვენ ევროკავშირი და ნატო. იმიტომ კი არა, რომ იქ რაღაც გლობალური ომის პარტიას და მსოფლიო მასონობას უნდა კავკასიაში კონდეს საქართველოზე რაღაცა კლანჭი დადებული, რომელსაც ამას აქვს რაღაცა გონება ჩამორჩენილების მთელი ჯგუფი ლაპარაკობს, როდესაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ქვიათ დღეს. არა, იმიტომ რომ საქართველოს ჭირდება საერთაშორისო უსაფრთხოება და ამ უსაფრთხოების გარანტია არის ევროატლანტიკური ჩარჩო. ამიტომ არ შეცვლილა არაფერი ამერიკელებისთვის, არ შეცვლილა არაფერი ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ ამ აქტში, იმ ტექსტში, რომელიც ამ აქტში არის, იმ ქმედებებში, რომელიც ამ ტექსტს მოყვება, ყველაფერი ძალიან ნათლად არის გაწეული, ამიტომ მე ძალიან პოზიტიურად უყურებ იმ ამბავს და იმ მოლოდინებს, რაც გვაქვს ამ მიმართულებით. ერთი კომპონენტი იმ რელსებზე აგზავნოს, ამ რელსებზეც ბაიდენის ადმინისტრაცია მოდიოდა, ანუ დავასანქცირეთ ბევრი მოძალადე ოლიგარქი, კლეპტოკრატი, რომელიც საქართველოში ივანიშვილს და მის რეჟიმს ხარს უჭერს და აცოცხლებს. ეხლა ეს ყველაფერი გაგრძელდება აი ამ პროცესით და შიგნით გვინდა ეხლა თანხლები მოვლენები აი ეს არის ინტერესანტი, აი რას შეცვლის